გამარჯობა. მინდა უპასუხო ნარატივს, რომ ბათუმში დაკავებული ეგრეთ წოდებული ჟურნალისტი მზია ამაღლობელი თურმე პოლიტიკური პატიმარია. ხო. და მინდა უპასუხო ამ ნარატივს სრული სერიოზულობით, აბსოლუტურად ყველანაირი ხუმრობის გარეშე და რაღაცა იუმორის თემის მიღმა რა. მზია ამაღლობელი არ არის პოლიტიკური პატიმარი. და გეტყვით ძალიან მარტივად რატო. პოლიტიკური პატიმარი რო იყო, აუცილებელია რომ შენი პოლიტიკური პატიმრობა ცნოს ამ პოლიტიკურმა დევნილმა, ან აღიარებულმა ისიც აღიარებული პოლიტიკური დევნილი უნდა იყოს ხოთაშორის როს ცნოს. აღიარებულმა პოლიტიკურმა პატიმარმა უნდა ცნოს. ესეთი ფაქტი არ არის. რაც მთავარია, შენი პატიმრობის მთავარი მიზეზი უნდა იყოს შინაარსობრივად პოლიტიკური და არა კრიმინალური. ქალბატონი მზიას პატიმრობის მოტივი არის ხულიგნური და ასეთი საქციელისთვის ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში იჭერენ, აკავებენ და შემდეგ ყველაზე მცირე უშვებენ ჯარიმით ან სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაკავებით, რაც არის მაგალითად ან ქუჩების დასუფთავება, ან საზოგადოებრივი საპირფარეშოების დასუფთავება, ისიც და კიდე სხვა საქმიანობები არაპოპულარული და ამ ყველაფერს აკეთებს საზოგადოებრივად სასარგებლო შრომით ისყიდის ამ ყველაფერს. ახლა მე მინდა აქედან უპასუხო ყველა იმ ელემენტს, რომელიც აჟიტირებულად იძახის, რომ არა გინდა თუ არა პოლიტპატიმარია. პოლიტპატიმარი არ არის. მაგრამ საქართველოში პოლიტპატიმრები თუ ვინმე იყვნენ. ესენი იყვნენ ორი ადამიანს ვიცნობ მე პოლიტპატიმარს, რომელიც დაკავებული იქნა თავისი პოლიტიკური საქმიანობისთვის. ეს არის დავით კუტალაძე, რომელსაც ბრალი ვერ დაუმტკიცეს, მკვლელობას ედავებოდნენ ვიღაცა ნარკომანი ჟურნალისტის და ის წამალში გაიპარა და ეს სრუბალბრალდებით დაიჭირეს და ბრალი ვერ დაუმტკიცეს, ვერც ჯგუფურ ძალადობაში ვერ დაუმტკიცეს ბრალი, იმიტომ ის ხალხი ჯგუფი რომელიც დაიჭირეს, მასთან საერთოდ კავშირში არ იყო და არ იცნობდა. და მეორე პოლიტიკური პატიმარი ასევე შემიძლია გითხრათ, რომ ბრძანდებოდა ბატონი გიორგი ჭელიძე, აუცილებლად პოლიტიკური პატიმარი. სხვა თემა არის ვიზიარებ არ ვიზიარებ მის პოლიტიკურ შეხედულებებს, მაგრამ ფაქტის ახეზია. მას ჩაუდეს საბრძოლო მასალა საცხოვრებელ სახლში, გაასაღეს უпростоრად საბრძოლო მასალად ის ტყვია-წამალი და სინამდვილეში ეს ტყვია-წამალი ბატონებო იყო ჩვეულებრივი სამონადირეო მაღაზიიდან აღებული ტყვიები, ისიც კი ვერ ჩადვეს წესიერად და აი ასეთი სრუბრალდებით ის გაასამართლეს. დღემდე პასუხისმგებლობა არ აქვს პროკურატურას აღებული თავის კრიმინალური საქმიანობის გამო, რომ სისხლის სამართლის დაქვემდებარებაში მოიყვანა ადამიანები, რომლებსაც სისხლის სამართლის დანაშაული ჩადენილი არ ჰქონდათ. და ამან პირდაპირ უამრავი კამერის წინაშე ხულიგნური დამოკიდებულება იკადრა და ძალოვანი უწყების თანამშრომელს სახეში გაარტყა ხელი. სისტემას თუ სახეში აქვს ხელი გასარტყამი, ეს არ ნიშნავს იმას საქართველოში ქალმა კაცს ურტყას ხელი. ეს ერთი. ეს არ არის ჩვენი ტრადიციული მომენტი და მეორე თუ იმ პოლიციელმა ქალბატონ მზიას შეაფურთხა, მაშინ კი რა თქმა უნდა ეს მიუღებელი და დასჯადი და მუნდირი შეურაცხყოფელი საქციელია, მაგრამ ამისთვის ჟურნალისტს ქალს აქვს უფრო მეტი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, რა ვიცი, დღეს ისეთი დრო მოვიდა, ტრაქში განათებენ კამერას და იქ გადაგიღებენ და ის ვერ დააფიქსირა, როგორ შეაფურთხა ქალბატონ მზიას, თუ მართლა ესეთი კადრები არსებობს. ახლა არ გვიკვირს, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიცია რა სისტემაზე დგას, ეს ბლოგი არ არის ბიძინა ივანიშვილის და მისი სისტემის გამაправებელი ბლოგი. რაც შეეხება თვითონ სოციალური სამართლის მოვლენას, ხო, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ თუ ვინმეს უჩნდება ეს პროტესტი, ხო, ამან ერთი გაულაწუნა პოლიციას და ციხეში ჩასვეს და აგერ აქციაზე ხალხს თავში წიხლები ურტყეს და ისინი დაკავებულები არ არიან, თუ ვინმე დასვამს ასე ამ შეკითხვას. აბსოლუტურად მართალი იქნება. ეს არის ცალმხრივი პროცესი. სადაც შერჩევითია სამართალი ბიძინა ივანიშვილის და მისი ჯალათების სასარგებლოდ, მაგრამ ეს არავის არ აძლევს სამოქალაქო კუთხიდან იმის უფლებას ავტომატი ავიღოთ დღეს და იქეთა
მიმართულებით ვისწროლოთ. აი ესეთმა მიმართულებებმა მიგვიყვანა ჩვენ 90-იან წლებში სამოქალაქო ომამდე. საკითხავია კიდე რამდენად იყო ეს სამოქალაქო ომი და რამდენად იყო ეს უცხო ქვეყნის სპეცოპერაცია. და მე მაგალითად ვერ დამაჯერებს იმას, რომ მზია ამაღლობელმა არ იცოდა ამ ქმედებას რო ატარებდა, ამ ქმედებას რა მოყვებოდა. იცოდა და ამაზე იყო ხელმოწერილი. იცოდა რომ დააკავებდნენ, იცოდა რომ პროვოკაციას ცდილობდა და იცოდა რომ ამითი რასაც მიიღებდა და თანახმა ის ამბედით და მშვენივრად არის მას აწყობს ესეთი პოპულიზმი, ის ახლა სერიოზულ დივიდენდებს აგროვებს, მას ამისთვის სერიოზულად გადაუხდიან და ახლა მე აქ გაუნათლებას ვერ გავანათლებ, მაგრამ მოდესაც წარმოებს ჰიბრიდული ომი, ეს არის უცოცხლო მეთოდით, დაძაბულობებით, манипуляციებით და სხვა საინფორმაციო საშუალებებით შედეგების მიღება ზეწოლის ყველაზე რთული მეთოდი, თანამედროვე მოვლენებმა ბრძოლებმა მოიტანა ეს შერეული მეთოდიკა მიზნების მიღწევის, აი ზუსტად იმას აკეთებს ქალბატონი მზია და ზუსტად იმ ჰიბრიდული ელემენტი არის ამ ბრძოლებში ასეთი წნეხებით და манипуляციებით მიზნების მიღწევისა. დარჩენი ახლა ვინც გამოდის, ვინც ეხმიანება მას, ყველა არის თანამონაწილე მისი, არანაირი ეს არა მაქვს, რა ვქვია, თანაგრძნობა ამ ქალის მიმართ, ეს არის ჩვეულებრივი კრიმინალი, ჰიბრიდანტი და პირიქით, თუ ქალბატონი მზიას გამოუშვებენ, მე ერთ რაღაცაში ვარ თანახმა, მაგრამ დავითანხმები და დააგვევიებენ ქუჩას ან საზოგადოებრივ ტუალეტებს მიახედიებენ, რომ სისუფთავე იქნას დაცული, ისიც და თუ ამ ყველაფერს დაემთხვევა მისი სინანული, რომ ან კრიმინალი ჩაიდინა, რატომაც არა გამოუშვან, ვის რა ჩემფეხებად უნდა მზია ამაღლობელი ციხეში გაჭირვებულმა ხალხმა ინახოს იმ პურს და იმ ემას რო აჭვევენ ლაფათას, თურმე ახლა შიმშილობს, მაგრამ მაინც დარწმუნებული ვარ შეჭამს. ხო, ეს ყველაფერი ქართველი ერის ხარჯიდან არის გაღებული. თუ რა ისე იშიმშილოს კაცო. მე ესეთი პლაკატებიც ვნახე, აგერ თურმე ეგრეთ წოდებული სოროსელები და ეგრეთ წოდებული აი ამ ჰიბრიდანტები თურმე 40 და 50 და 155 დღეს რო შიმშილობდნენ. ხო, ესეთი ლოგიკას მოშორებული მოაზროვნეები ყავთ მაგათა. ფაქტი არის ასეთი. გამოუშვით ეს მზია ამაღლობელი სინანულის შემდეგ და მიეცით მას საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა. ასეა ეს ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში. და მე რაც უნდა ბეჭდოს და ვისაც უნდა იმპრესით ის ლანძღოს. და on არგუმენტირებულად. წესიერ ქვეყანაში არგუმენტების გარეშე თუ რამე სიტყვი მოხდები იქ, სადაც მზია ამაღლობელი. ამის თქვა მინდა და მე დამშვიდდით თქვენ ევროპული სახელმწიფოებიდან რომ მომჯდარ ხართ ვიძია და ვიღაცის თავისუფლებას ითხოვთ, მის ძუძუ და მის პროჭი და აი ესეთი ტიპები, ცნობილი მუსიკანტები და პიანინისტები და რა ვიცი კიდე ესენი. იმის ნახევარი იკადრეთ თქვენ იმ ქვეყანაში, სადაც ცხოვრობთ, რის გაправებასაც ჩვენ სამშობლოში მოითხოვთ ახლა და სადაც მოხვდებით, მაგას დავინახავ მერე. ეს არის რეალობა. გმადლობთ.